Ორი საათიდან აქვს მიღების საათი. 2-დან 17-მდე. რაც მინდა ვიკითხო კიდევ ერთხელ, ელემენტარული ეს რომ როცა არის გოგო მოვიდა აბა არანაირი ის არ არის რა თქმა ელემენტარული მიმართვის ადამიანთა მიმართვის წესები არის დასვლა მეორე როდესაც მე მომენტი მოხდა არ პეჟერდამეთ დარწინაზე არ დავე მეორე როდესაც მე მოვითხოვე ფოტოვიდეო გადაღება მე მასე მეტყვა როდესაც მე ვთხოვე რომ თქვენ წარმოგედგინათ ჩემს საფუძვი მითხარით რომ ორშაბათს ვიყავდი მე ხო მე მაქვს კითხვა საჯარო თემურ ფოდერამ ბატონმა თემურმა მითხრა ეს აგიხსნით ახლა პროცედურას საჯარო დაწესებულებას რატო უნდა სჭირდებოდეს მე იუსაშავშის საფუძვლის გადმოყვანა მესამე როდესაც მე ვიკითხე ანგორობით ვარ დავსვამ ჩვენ ვკითხავთ შეიძლება დამავიწყოთ არ დაგაგაცნობთ თქვენ არ გაგაცნობთ ესე იგი მესამე როდესაც მე მოვიხმობ რომ ამიხსნას რატო არ ლაბორატორია იმაზე თქვენმა ჭალებში კინოლოგმა რომელსაც 15-იანი კურსი აქვს კინოლოგიის გავლილი განაცხადა რომ არ არის პროგრამის პასუხი და მე პასუხს გამომიგზავნე წარიგო რატო არ შეიძლება რომ პასუხი მივიღო და მესამე მეოთხე კიდევ მაინტერესებს ვიკითხე იქ და ვერ მივიღე პასუხი როგორ ადგენთ აგრესიულობის ტესტებში ვერ გავიგე როგორ ადგენთ ხოლო კიდევ მითხრა რომ შედის ვოლიორში შედის და გამოდის ცით რა არის პულზე შეიძლება ადამიანი გაიყიდოს მაგრამ ცხოველი რომელსაც არანაირ პირობას არ უხდით თქვენ მგონიათ რომ რადგან პულს გადავუხდით ის არ იქნება თქვენს მიმართ აგრესიული და თქვენ ამიტომ მას გამოუჩენთ არამთავრებია გამოვტანთ განაჩენს და შემდეგ დააძინებთ და მესამე მეხუთე კიდევ მაინტერესებდა დეზინფექციის ამბავი რადგან ძალიან დაცინავი პასუხი მივიღე იოზეფის ხსნარი ხდება არა კიდევ ბევრი კითხავი მაგალითად რომ არ დაგავიწყდეთ ჯერამ კითხვაზე გავიწევთ ესე იგი პირველი კითხვა იყო ვიდეო ფოტო გადაღებასთან დაკავშირებით თავშესაფარში დაწესებულია მოქალაქეთა ნებისმიერ დაინტერესებულ მომწმების კონკრეტული საათები რაც განპირობებულია უსაფრთხოების ზონებით ერთი და მეორე თავშესაფარში მუდმივად მიმდინარე სანიტარული ჰიგიენური უკაცრავად ხო ვერ დაგვი კონკრეტებდით უსაფრთხოების ზონებს ჯერ გავცემ პასუხი ახო არა უსაფრთხოების ზონებს ყველას ვერ დაგლაპარაკები ერთდროულად ესე იგი უსაფრთხოების ზონები გულისხმობს უკონტროლო თავშესაფრის ტერიტორიაზე უკონტროლოთ თავშესაფრის ტერიტორიაზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანების გადაადგილების მოხდა თქვენს მე თქვენ კითხეთ ფოტოშოპის მე თქვენ კითხეთ თქვენ განათლებასთან დაკავშირებით მითხარით ხარ ჟურნალისტი ანუ ცხოველებთან კი არა მე ცხოველებთან ისეთ დიდი კავშირი მაქვს თქვენ არ აი ზოგადად მასვები მომწონთ ხო იმიტომ რომ რო გადის ამითი და კონკრეტული ესე იგი ვინაიდან თქვენ არ ახართ ცხოველების ქცევის კონკრეტული სპეციალისტი და შეიძლება ელემენტარულად შეცდომა მოგივიდეთ ამიტომ აუცილებელია თავშესაფარში თქვენი ყოფნის დროს თქვენ დახვებოდეთ კინოლოგი ან ვეტექიმი ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ ყავს ორი მუდმივად შტატი თავშესაფარში როდესაც თქვენ შემოდიხართ თავშესაფარში და გნებავთ მისი დათვალიერება ან ვოლონტიორის სტატუსით მონაწილეობის მიღება ცხოველების მოვლის პროცესში აუცილებელია თქვენთან იყოს ჩვენი კინოლოგი ან ვეტერინარი რომელიც დაკვებად და გიხსნით რომ არ შეიძლება თითი შეყო ვოლიერში არა გასაგებია ხო ეს ჩვენი უსაფრთხოებაა ჩვენი უსაფრთხოება ძაღლებისაზე გვაქვს ახლა საუბარი გავაგრძელოთ ხო არა ჩვენ ხო ესე იგი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე აუცილებელია ჩვენი თანხმობა მუდმივად თან დაგეგმოთ. მეორე თემა, ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი შემთხვევები, როდესაც ფოტოაპარატიდან კამერით, ვოლიერთან არასწორი მოძრაობებით, რაღაცა ისეთი ინტენსიური მოძრაობებით, იგივე განათებით, ხო, რომელიც გადაღების დროს ცხოველი დავაფრთხე. ცხოველი და თქვენ არა. ამ შემთხვევაში ამის უფლება არ მოგეცით და ვოლიერიდან გამოვარდება ის არა არ გამოვარდება მაგრამ იღებულობს ცხოველის სტრესი თქვენ ჩემი კითხვა ხომ გაინტერესებს პასუხი გაინტერესებს ამიტომ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით თავშესაფრის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩვენ გაქვს სრული უფლება მიიღოთ
ნებისმიერი ერთი წამი არა თქვენ ბევრი რამე გინდათ მაგრამ ხო ეს თქვენი უფლებაა მაგრამ თქვენი უფლებები თავდება იქ სადაც სხვის უფლებები იწყება მაგალითად თავშესაფრის ინტერესები და ცხოველების ინტერესები და ასე შემდეგ ანუ მე ცხოველების დამცველი ვარ ცხოველის უფლება ერთი წამი ესე იგი იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ ალბათ მე ხა რო გამოვნახებოთ თქვენ გესაუბროთ თქვენ ხა თუ გინდათ შეურაცხყოფა მოვაყენოთ ჩვენი დავიმეორე ესე იგი თუ თქვენ გინდათ ფოტო ვიდეო მასალის მიღება თავშესაფარში თქვენ შეგიძლიათ გითხრათ მინდა ამ კონკრეტული ну машин თავშესაფარი ღია დაწესებულება არის ყოველდღე 2-დან 5 საათამდე. თქვენ ფოტოებში იმისთან ის არის, რა ქვია, საცხოვრებელი პირობები იქ, რომ შეიძლება ადამიანს შეხვდეს და მივიდეს იქ და დარნამყოფი. საშინელი სუნი, ძაღლი წამოვიყვანე იქიდან აყროლებული იყო ძაღლი. ბატონოლერი, შემდეგ კითხვაზე აზრის ვაიმე შიგნით იყოს იმისთანაც სუნი რომ ვერ გავჩერდე. სტერილიზაციაზე ყავდა ძაღლი და წამოვიყვანე აყროლებული ძაღლი. თქვენ გაქვთ გადაღების უფლება ჩვენი ფოტოაპარატით, ჩვენი კინოლოგის არა, ეს აიდან კაცო. იმიტომ რომ რაც მოეწონება იმას არ ჩვენ ვატარებთ ზოოპარკში მონიტორინგს ჩვენივე ტექნიკით და არა სხვისი ტექნიკით. ანუ ჩვენ შეგვიძლია გასწავლოთ როგორ ხორციელდება მონიტორინგი. ანუ მე მაქვს ჩვენ გვაქვს პრაქტიკა მონიტორინგის და ჩვენ შეგვიძლია გასწავლოთ როგორ ტარდება მონიტორინგი და არა მონიტორინგზე თქვენი მხრიდან. იმათ ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს მონიტორინგის უფლება და არ უნდა ხორციელდებოდეს მონიტორინგი ჩვენზე აქ. გადაცემაში სხვა რაღაც. ბატონოლერი, გადაცემაში სხვა რაღაც. გავბრუნდები და ავა, ხო. გადაცემაში თუ გინდა ჩვენგან ინფორმაციის მიღება, მაშინ მომეცით საშუალება გითხრათ, თუ არ გაკმაყოფილებთ, თქვენი უფლება არის გასაჭირეთ მერის ხელმძღვანელობას, უხარით რომ ხაბარი არ არის. მაშინ მითხარით თქვენი პასუხი. მაცა, ანუ თქვენ გააქვთ უფლება მიიღოთ ფოტო ვიდეო მასალა თავშესაფარში ჩვენი კინოლოგის ან ვეტექიმის მეშვეობით. ამაში მეშვეობით არა, ცხოველთა დამცველს აქვს უფლება მიიღოს თვითონ არ მგონია ეს. ცხოველთა დამცველს შეუძლია მიიღოს თავისი ტექნიკით. არა, აბსოლუტურ რაღაცებზე საუბრობთ საერთოდ. თქვენ მიიღეთ ფოტო ვიდეო მასალა. რას ის სულ მაშინ რადიულად ამიხსენეთ ამ ეს არის საერთოდ აღიარო ჩემი ტექნიკით ვაკეთებ, სხვისი ტექნიკით როგორ ხა ვერ გავ. რა თქმა უნდა. ეს რა ქვია? ანუ ეს ზანება. რატომ არავინ არ ნახა ეს ზანება არასოდეს? ბატონოლერი, ხარჯი თუ არა ინფორმირებული რომ ეს საერთაშორისო ნორმაა. რა? უკაცრავ სახალხო დამცველი როცა შედის ციხეში, ციხის აპარატებით აკეთებს მონიტორინგს და კიდევ ვიღაც დაყვება და რაც. ანუ მონიტორინგი საერთოდ ხო თქვენ იცით არა? იქე უნდა იყოს. იგივეა, იგი. ანუ ნორმა არსებობს საერთაშორისო. მონიტორინგი ეს. მონიტორინგი აწარმოებს ცხოველთა დამცველობას. გასაგებია მე. საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება ის მე რაც თქვი? რაც არ ეწინააღმდეგება. იცით რა მაგას აუცილებლად დამატკენთ, რაც ეწინააღმდეგება. შეგიძლიათ მიიღოთ ფოტო ვიდეო მასალა. ამას შევწყვეტ. არ ხარ რომ ჩვენ ამას დაგეხმარებით ჩვენ გასულ. აი ეს ძალიან დეტალებია, მოდი რა გეკაცრავად. კიდევ გაიმეორეთ ვინ უნდა მოგვაწოდოს ეს ფოტო. ესე იგი, თქვენ მიგზანდებით თავშესაფარში, ხო? ათვალიერებთ თავშესაფარს, მოგინდათ ნებისმიერი ძაღლის, ნებისმიერი ძაღლის ან ბოლიერის ფოტო. არა, ეს არასწორია. ფოტო მასალა უნდა მიიღოს ცხოველთა დამცველს. მაგას ეს რაც ვერ სილაპარაკეს ინფორმაციის სულების სიტყვის და რაღაც და ბოლიერში იმ მომენტში არა. მე არ გენდობით და რატომ? არ ვენდობი და რატომ? აი იმ სიტუაციას რაც ხდება თავშესაფარში. მე ვნახე ერთი წუთით მე ვნახე ლეკვი, რომელიც აშკარად ჩანდა რომ არა, ხოდა მაგას ვიტყვი რა. შევედი ბოლიერში, ავიყვანე ლეკვი, დაუძახე ვეტერინარს და უთხარი რა სჭირს ამ ლეკვს. არაფერი არ სჭირს, ჯანმრთელია. 3 კვირის წინ, კვირა დღეს
ირი გაუღე, ანემია აქვს ლეკვს და აშკარა ეთყობა რომ ქონდა ენტერი. მე აუცილებლად რა. ერთი წუთით ფაქტი უკვე რას გადააწყვეტეთ, ლეკვი წამოიყვანეთ, ლეკვი მეორე დღეს. შეიძლება. კი ბატონო, ესე იგი მე ვიტყუები. როგორ არა? ან მაშინ მოისმინეთ, ჯერ რასაც ვამბობ. მე ავიყვანე, კი, ავიყვანე ლეკვი, ვაჩვენე ვეტერინარს და ვეკითხები, რა სჭირს, არაფერი არ სჭირს. მე მეუბნება, როცა შეატყო რომ რაღაც მესმის, მეუბნება, იცით რა, დილით გაუკეთეთ შრატი. 5 საათი იყო თითქმის. დილის შემდეგ 5 საათამდე ლეკვისთვის აბსოლუტურად არ იყო არაფერი გაკეთებული. თვითონ მე მარტო არ ვიყ 1 წუთით მაცალე, მე ძალიან აღებებული. არ დაიმახსოვროთ, აი მოისმინეთ, რატო? ის რომ 10-12 ლეკვი იყო ბოლიერში და მეუბნებით გამოსავავს? და თქვენ ჯერათ რასაც გეუბნებით? მე არ ვიცი, უნდა გადავამოწმო. უნდა გადაამოწმო, ჩემთან იყო ერთი 10-მდე ადამიანი და ვეტერინარი მაყრის ნაცრს თვალებში. აქცია მონივთ იმას, რასაც ვამბობ ფაქტს. არა, რაზე დაიღუპა 12 დანარჩენი ლეკვიც, ხო? წერილობით მომართეთ. აღწერეთ, ამა დამდგეს ვიყავი აქ. მოხდა ეს ახლა რასაც მიყვები. თქვენ არ იცით რა ხდება თქვენს თავშესაფრში. გაიცა სანასწენი მას გაიმიყილა ფიგა დაიყვება ერთი წუთით რა ძირითადი მოთხოვნებს ვიტყვი ხო? ჩვენ არ გველობა არ ჩემ ხიხიები ჩემ კეთილზე მაისებ ხიხიები ვარ მიდი დადეკი აქ არ დაგეთ. თავშესაფარში მუდმივად 24 საათის განმავლობაში ხორციელდება და გაწმენდის სამუშაოები. მუდმივად მუშავდება შესაბამისი. ბატონოლერი, მე შეიძლება მოვთხოვოთ საერთოდ კომპენსაცია იმ ხარჯებისა, რომელიც მე გავწიე თქვენი თავშესაფრიდან გამოყვანილი ძაღლების. ლერი, იცი რა მაინტერესებს? არა, მე ამ წუთას ლერი, არა, მე ამ ეს ხალხს ვжდება ხარჯახედული. მე არავარ დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. თქვენ ხართ მეტნაკლებად ანუ მაშინ უნდა იყოს რა. იცის მე არ წუხდებით? მაშინ არ უნდა ჩამოსულიყავი ჩვენ და კითხვებზე პასუხის გასაცემად. თქვენ თავშესაფარი გაინტერესებათ იქ? კაი, მაინტერესებს სტატისტიკა გვაქვს ესეთი, მაინტერესებს რა მიზეზით დაექვემდებარა 329 ლეკვი ევთანაზიას. და რომელი ლეკვის არა, ბუნებრივი შეიძლება იყოს ლეკვის. ის საიდანაც თქვენ ინფორმაცია მოიტანეთ, იქ ინფორმაცია დართული იყო შესაბამისი აქტების. კი, მე ხაში როგორ გიქა 360 ბუნებრივი ლეკვის ბუნებრივი ხო ვერ გვეტყვით ბუნებრივი სიკვდილი კონკრეტხე ბუნებრივი სიკვდილი რომელია ლეკვის ახალშობილის ბუნებრივი სიკვდილი წარმოგიდგენიათ სოფლიოში და ეს ბუნებრივი სოფლიოში ადამიანი ან წყურვილით ან ავადმყოფობით ესეა ახალშობილი 329 ლეკვი. მითხარი ბუნებრივი ბუნებრივი სიკვდილის ბატონოლერი ბუნებრივი სიკვდილი როგორ შეიძლება ახალშობილის ბატონოლერი იცით რა მაინტერესებს ბუნებრივი სიკვდილი ლეკვების მიგისება ის რომ ქუჩიდან აყვანილი 2 დღის 3 დღის ლეკვი რომელიც შედის თავშესაფარში შეიძლება არ ყავს დედა ან ის რა ქვია ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლებს რომელიც ეკოსკოპის აპარატი არ გაქვთ და მოწმეთ 300 ჩამოიტანეთ დაეჯახა მანქანა ჩამოვიტან ისე 2016 რამდენი რაღაცება მაგდალენ 3 მილიონი დაფინანსებიდან ეკოსკოპის აპარატი რო თავშესაფარში არ არის და 300 ლეკვის გატანა მე ამ შემოზე პასუხს ვერ ბატონოლერი, იცით რა მაინტერესებს? ბიუჯეტი არ გიქცევი, შენ მაშინ არ იქცევდი კორექტულად, კომენტარი შეწერო რომ მიდოდა და შენ მითხარი წვერი რომ გასასრული. ეს ასოს ეთქვის. ანუ ეკოსკოპის აპარატი გამოცხადებული. არა, ხოდა მაგას ბუნებრივი სიკვდილი რომელია რამდენ ხანში უნდა როგორც თუ შეიძლება ეკოსკოპის აპარატის მოწოდება მიიღე მონაწილეობა ტენდერში და მოგვაწოდოს სწრაფ. ფული გვაქვს და გადაგიდეთ. არა, მაინტერესებს გვადა ხუნდა გეუბნები ტენდერი გამოცხადებული. არა, არ გვინდა 300 ლეკვი. როგორ ხდება ბუნებრივი სიკვდილი? კიდევ ერთხელ ვიტყვი. აი მაშინ რომ გადააგდეს ხობის იქეთ და მოკლენ ლეკვები, აი ეს არის ბუნებრივი სიკვდილი. ლეკვი ყავთ ნაპოვნი დილას შემოვლისას 10 უნდა. ისეთი ლაპარაკება კიდე ნინის უცხო ხელი ჩატი. თავშესაფარში არ არის რაიმე დაავადება მოდებული 10 ლეკვი იყოს ერთდროულად მკვდარი. ეს მაინტერესებს და მეორე იცით რა მაინტერესებს კიდევ არა ბუნებრივი სიკვდილს თავი გავანებოთ. მეორე ტრაუმით არის ტრაუმის გამო დაძინებული ევთანაზირებული
466 ძაღლიდან საკმაოდ ბევრი. ტრამვას სიცოცხლესთან თავსებადია თუ არა ეკოსკოპიის აპარატის გარეშე როგორ ადგილთ? და რენტგენი. ვეტექიმი თვალით ხედავს? ვეტექიმი ჭრეტს, ტრიდენტს ფუნქცია აქვს ვეტექიმი თვალებში? რომელი ვეტექიმი? ვარ შინაგან დაზიანებაზე როგორ ადგენს? არა, ტრამვა ხო შეიძლება შინაგან დაზიანება. და შოკი რომელია? თვითონ რო გარდაიცვალა შოკი. შოკი წერია, იქ ერთ-ერთი მიზეზი არის შოკი. ევტანაზიის, ანუ რა შოკში ჩაბარდა ეს? ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ ამას დეპარტამენტში. ბატონო ლერე, იცით რა განსაკუთრებული გადაწყვეტილება ევთანაზიის შესახებ დარწმუნებული ვარ ის გაიხსენებს 3 თვის წინ კონკრეტული ძაღლი ევთანაზია შოკიდან გამომდინარე რატომ ლერე, შოკში თვითონ ჩავარდა. ჩვენ მაგას ჩვენ მაქსიმალურად ზოგადად იცი რატო გუშინ მე ვიყავი თავშესაფარში და შენ კაი თქვენმა ვეტერინარმა მითხრა პირდაპირ არც ერთი დაავადებული ძაღლი ჩვენ თავშესაფარში არ არისო. ანუ და მით უმეტეს ისიც მითხრა რომ როცა ძაღლი თავშესაფარში გადის რეკზე მაგაშვები თუ გინდა ყოველთვის მოვიდან ჩაწეროთ ასე. ძაღლი როცა გადის თავშესაფრიდან ჩუფდება ძაღლი არც ერთი ძაღლი არ გადის დაავადებული. აგერ ეს ადამიანი გუშინ ჩავწერა კიდე მესამე ნატალია ჩავწერა. სამივე მითხრა რომ ძაღლი არის ნუ სტრესში ძაღლი არის ჭირი აქ ასე შემდეგ. ვეტერინარმა რა ანუ საბუთი დამიდოს რომ ის ძაღლი ნამდვილად გავიდა არის ეხლა მიიღო იმ ადამიანის მტკიცება უფრო მნიშვნელოვნად და ეს ადამიანი ახარი მოусმინეთ. მოусმინეთ ადამიანს. მე ყობა ეხლა რომ დაავადებული ვარ ამ ჯაბტები ვარ. შენზე რატო როდესაც ცხოველი გადის თავშესაფრიდან, მას utardeba ლაბორატორიული კვლევა და მას utardeba ვიზუალური დათვალიერება. სხვა მექანიზმი ლაბორატორიული კვლევის აი ამ ლეკუზე რა თქმა უნდა ყველა ცხოველზე ესე იგი ლაბორატორია არა გაქვს ხო ნათიას მოусმინოთ რა სტერილიზაცია გაკეთებული ანუ იყო ჯამრთელი ნათიას ყველა ცხოველზე არა აინტერესებს საფრიდან ჩემი ფული ხდება ლაბორატორიული კარგი მაშინ ამ ადამიანს უკვე თქვენთან თქვენი თავშესაფრიდან დამიბლუდა ძაღლი რომელიც გასტერილდა მოვიდა არა მან არა იმ წამს ყველა დაიწყო შეში არის ხო? გაციებული იყო, იმიტომ რომ სველში წავს ახალმა ოპერაციები. ძაღლი სადმე უნახავს თქვენ ვეტერინარს სველში დაწვეს ტრაპში. ადამიანია ჩვენ და ზღვაში ადამიანებზე არა გვაქვს ლაპარაკი. ინკედლებელი ცხოველების რომლებსაც დაახლოებით 400 ის ინკედლებელი გაინტერესებს ვინ არის? ამას ნამის ძაღლი აინტერესებს კაცო რა. ნათია. ეხლა თქვენ რასაც იძახით, ხო ეს ჩემთვის არის. მეორე დღეს ერთ წამი და დავაფიქსირებ. ერთ წამი დავასრულებ რომ მელოდებიან და უამრავი უკვე კონკრეტულზე მივედით და თავშესაფრიდან გასული ცხოველი არის ის ჩამოწარეთ რომ მამადამ დღეს გასული ცხოველის დამასრულებია რანაირი წესია მომისმინეთ ესე იგი კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ თავშესაფრიდან გასული ცხოველი არის ჯამრთელი სტერილური აცრილი ცოტის წინააღმდეგ და იდენტიფიცირებული და მეორე დღეს რატო აღარ თქვენია მეორე დღეს რატო მე იცით ისურებია რომ ლეკვის გასტერილებული ჩამოვიყვანეთ მანქანიდან და ნაკერებიდან ხო რაღაცები მოვდიოდა საფები ეკიდა ვაიმე იმას ლაპარაკობთ ერისთვის არ თქვენია ერთი წამი რა ძალიან დიდი ბოჭი შეიძლება ბატონო აბა მოგიყვანო ისე რომ გაიგოს ყველამ აბა ისთვის ტყუის მითხარით ფულს ხო არ ვიხდი არა ხმამაღლად ფულში არ არის აბა თვითისთვის ისთვის აჰა ბუდიში არ არის დამაკმაყოფილებელი გაიგეხმო ბატონოლერი რატომ გაიქეცით არ გვაძლევთ იმის საშუალებას რომ ბოლომდე დავსვათ კითხვები აქ მოუყვანო იცით რა არის ძაღლები არ სიმართლე არა ამან ყოფილი ძაღლები აქ უნდა მოვიყვანო და ლერი ვაიმე აი ეს რატო გულს ვიცი და მე რატო გული არ ვიცი ეს ჩაწერილია რომ შეურაცხყოფა არ არის ადამიანს ეუბნება რომ იდღუებიო გოგო ორი კვირა დადის ani როგორ არა გეტყვით ზუსტად გეტყვით რომ მეუღლე 5 ლარი გადაგიხადეს
ნაცები. მე მაგალითად აი ეს არის წარმოუდგენიათ ეგეთი რამე, რომ შეიძლება რომ პროსტა აკეთებდე რა.